ქვეყანაში სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექცია ცირკულირებს, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი. ზამთრის სეზონზე ასეთი სახის დაავადებები უფრო აქტიურდება. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები და ბავშვები. მნიშვნელოვანია ამ დროს ვიცოდეთ, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ ვმართოთ ვირუსის სახლის პირობებში და რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა პედიატრმა ნინო თოთაძემ განმარტა, გრიპით ინფიცირების შემთხვევაში დამახასიათებელია სისუსტე, ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და უმადობა. საქართველოს იმ კლიმატურ სარტყელში იმყოფება, სადაც რესპირატორული ვირუსული ინფექციები მნიშვნელოვნად გრიპით ინფიცირების რისკი მატულობს და შესაბამისად უფრო მაღალ ნიშნულს ადის ზამთრის თვეებში. მათ შორის ბავშვებში. ძირითადად გრიპი მაინც არის ინფექციური დაავადება, რომლის გადადების გზა დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ხველასთან, ცემინებასთან და ახლო კონტაქტთან ინფიცირებულ პირთან. ძირითადად დღევანდელ დღეს მაინც ოფიციალური მონაცემებით სჭარბობს ის ვირუსული ინფექციების ის ტიპები, როგორიც არის A ტიპის ვირუსი, H1 ვირუსი, H3 და B ტიპის ვირუსები და ასევე მოცირკულირეს სხვა ვირუსები. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენციის კუთხით ამ შემთხვევაში, რომ მაქსიმალურად განსაკუთრებულად ბავშვები და ასევე სხვა რისკის ჯგუფი მყოფი ადამიანები, როგორიც არის 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და მით უფრო 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე 60 წელს გადაცილებული პირები, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებებით დაავადებული ადამიანების მაქსიმალურად მოერიდონ შესაბამისად დახურულ სივრცეში თავშეყრის ადგილებს, ან გამოიყენონ, რა თქმა უნდა, პირბადე და შესაბამისად მნიშვნელოვანი პრევენცია არის ამ შემთხვევაში დეზინფექცია ხელის. რაც შეეხება სახლის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ხშირად განიავება ოთახების, ასევე სველი წესით, როგორც იატაკის, ასევე ავეჯის ზედაპირების დამუშავება და მნიშვნელოვანი სტუმრად მივდივართ, ყოველთვის ჩავიცვათ ბახილი სხვასთან ოჯახში შესვლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძირითადი სიმპტომები მით უმეტეს გრიპის ინფიცირების შემთხვევაში არის ტემპერატურა 38 და კიდევ უფრო მაღალი, დაფიქსირდეს ზოგადი სისუსტე, რაც ძალიან დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ასევე უმადობა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პირველივე სიმპტომის გამოჩენისთანავე ბუნებრივია, არ არის აუცილებლობა, რომ მით უმეტეს ჰოსპიტალიზაცია მოვახდინოთ და მათ შორის განსაკუთრებულად ბავშვებისთვის, მაგრამ მკურნალობის ძირითადი პრინციპი, ასევე ის კლინიკური ნიშნები, რომელიც გამოვლინდება, აუცილებლად სასურველია, რომ შეთანხმებული იყოს ექიმთან, განსაკუთრებულად მით უმეტეს უმცროსი ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით. ნინო თოთაძის განცხადებით, იანვარში გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა, მათ შორის ბავშვებში. სპეციალისტმა მშობლებისთვის რამდენიმე რეკომენდაცია გასცა. პედიატრის განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა. გამომდინარე იქიდან, სულ რამდენიმე კვირა რაც დაიწყო და აღდგა ის არდადეგების შემდეგ სკოლები და ბაღები, ბუნებრივია ინფიცირების რიცხვის გაზრდა ამ შემთხვევაში სტატისტიკურად მოსალოდნელიც იყო, რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ ვსაუბრობ, რომ რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი დაცვა ვირუსებისგან და განსაკუთრებულად გრიპის ვირუსისგან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, იზოლირება და ბუნებრივია, ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ კი ვატყობთ, რომ რაიმე სიმპტომი აქვს ბავშვს, რა თქმა უნდა, ნუ გაუშვებთ სკოლაში და ბაღში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა მიაქციოს ყურადღება ისეთი სიმპტომებს, როგორიც არის ტემპერატურა, რა თქმა უნდა და მართვადი ტემპერატურა, თუ კი ხედავენ, რომ სხვათ იგივე წოდებული სახლის პირობებში სიცხის დამწევის საშუალებით ვერ ხდება რეგულირება ტემპერატურის, აუცილებელია და სასურველია, რომ თუ არა ტრანსპორტირება, მათ დაუკავშირდნენ თავიანთ მკურნალ ექიმს. მეორე მნიშვნელოვანია, თუ კი ბავშვი უარს ამბობს 24 საათის და მეტი დროის მანძილზე კვებაზე, ასევე არღებულობს სითხებს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და აუცილებელია ასევე ექიმთან მიმართვიანობა და თანდართული სხვა კლინიკური ნიშნები. პედიატრი, ნუტრიციოლოგი ნინო თოთაძე ამბობს, რომ ბავშვებში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ძილი, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა და იმუნიზაცია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განყოფილებაში 2024 წელს 14315 წიგნი, 64629 გაზეთი, 14172 ჟურნალი და 70 რუკა შევიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დაკომპლექტების განყოფილება არის ის ადგილი, საიდანაც იწყებს წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, პლაკატი, აფიშა თუ სხვა ბიბლიოგრაფიული ერთეული ბიბლიოთეკაში ადგილის დამკვიდრებას. სწორედ აქ იყრის თავს ახლად შემოსული ეგზემპლარები, რომლებიც დამუშავების შემდეგ ფონდებში ინაცვლებს. როგორც განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა სვანიძემ განმარტა, 2023 წელთან შედარებით გასულ წელს დიდი რაოდენობის ლიტერატურა მიიღეს. 2024 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი განყოფილებისთვის. საკმაოდ ბევრი ლიტერატურა შემოვიდა. მთელი განყოფილება ჩართული იყო ლიტერატურის გადარჩევაში, შერჩევაში, რაოდენობრივათაც კარგი შედეგი დავდეთ, როგორც აღმოჩნდა წლის ბოლოს, როგორც დავითვალეთ. პერიოდულ გამოცემებს რაც შეეხება, საკმაოდ ბევრი ელექტრონული ჩანაწერი გაკეთდა ამ მხრივ. ძალიან გავააქტიურეთ მუშაობა, რაც მკითხველს გაუადვილებს, რა თქმა უნდა, მასალის მოძიებას. გეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი ელექტრონული ჩანაწერი გაკეთდეს ჟურნალებზე, გაზეთებზე, რაც ჩვენთან კეთდება. და ასევე ვცდილობთ, რომ მოვიძიოთ ის გამოცემები, თანამედროვე გამოცემები, რომელიც ჯერ ჩვენამდე არ მოსულა სამწუხაროდ. მანანა სვანიძის განმარტებით, დაკომპლექტების განყოფილებაში სამუშაო პროცესი საკმაოდ შრომატევადია. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული ჩანაწერების შექმნაც და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მკითხველს გაუმარტივდეს ინფორმაციის მოპოვება. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია თამბაქოში ნიკოტინის დონის 95%-ით შემცირებას გეგმავს. იდეის ავტორთა განმარტებით, ამ ღონისძიების მიზანია მოზარდებისა და ახალგაზრდების სიგარეტზე დამოკიდებულების თავიდან აცილება, თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების შემცირება და სიკვდილის შემთხვევების პრევენცია. იდეის ავტორთა განცხადებით, კომპანიებს მიეცემათ 2 წელი ახალ პირობებთან ადაპტაციისათვის. სპეციალისტების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე საზოგადოებას აზრის გამოთქმის საშუალება ექნება. ამ დროისთვის ინიციატივა საჯარო განხილვის პროცესშია.